იმე კვირა გავიარეთ. გარდაიცვალა უწმინდესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და იყო ამაღლებული კვირაც ძიმესთან ერთად. ჩვენმა ხალხმა მთელი მსოფლიოს დასანახად კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთიანობის, ქრისტიანობის, სიყვარულის, ცივილიზაციურობის ძალიან ღრმა და მაღალი დონის მემკვიდრეობა. უწყვეტი რიგები, მილიონობით ადამიანი გულწრფელად მისული, რათა გამომშვიდობებოდნენ პატრიარქს. ეს იყო სწორედ ის ქართული მდინარება, რომელიც 1000 წლეულებია მოდის უწყვეტად და მისი შემჩერებელი ჯერ ვერან ვერ დაიბადა და ეს დემონსტრირება აღნიშნული მდინარებისა ხდება ყოველთვის ასეთ კრიტიკულ წუთებში და დღეებში. შეიძლება ითქვას, რომ აი ამ სიყვარულმა სიკვდილი დათრგუნა და პატრიარქი დარწმუნებული ვარ, ყველაზე ბედნიერი იყო თუ ჩავთვლით და ალბათ ასე რომ ცხოვრება გრძელდება, გარდაცვალებით არ წყდება, აი თავის ცხოვრების მანძილზე ყველაზე ბედნიერი დღეები ჰქონდა. ამდენი სიყვარული, ამდენი თანაგრძნობა, ამდენი მოწიწება, ამდენი ხალხი ერთად შეკრებილი, ალბათ აი ხომ არის ნათქვამი, რომ უნდა წარმოიდგინო რამდენი კაცი მოვა შენს დაკრძალვაზე და იმის მიხედვით ჩათვლის, სწორად გიცხოვრია თუ არ გიცხოვრია. ახლა ასეთ ფორმატთან შედარება უხეშია, მაგრამ ალბათ პატრიარქებმა მთელ მსოფლიოში რომ წარმოიდგინონ რამდენი ადამიანი მივა მათ დაკრძალვაზე და გამოეთხოვება ასე გულწრფელად, კონკურენციას ვფიქრობ ილია მეორეს ვერავინ ვერ გაუწევს. დღეს მდგომარეობა ასეთი. ახლა რა შეიძლება ითქვას ამ პროცესებიდან გამომდინარე? პირველი, რამაც გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და სრულიად სამართლიანად, ივანიშვილმა როგორც აი ეს ქვეყანა გადააქცია პოლიტიკური სისტემა ერთპარტიულ ციხის რეჟიმად. სახელმწიფოს გადააქცია ერთ სუბიექტზე დაქვემდებარებულ დაჟის იარაღად. მასმედია გადააქცია თავის სამზარეულოში მომხდარი ამბების გამშუქებლად. ხალხი გადააქცია თავისი ავადმყოფური, შიზოიდური, პუტინისტური იდეების მსხვერპლად. აი ესე გადააქცია პატრიარქის დაკრძალვაც ერთ პარტიულ ღონისძიებად და გათიშა საზოგადოების მონაწილეობა იმ დონეზე, როგორც ეტიკეტით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, აი ამ მნიშვნელოვანი პროცესიდან, თუმცა ახლა ამით მე პირადად არ ვფიქრობ, რომ ჩემზე რაღაცა ვსაუბრობ. მე პირადად ალბათ იქ 10,000-ობით ადამიანმა მომკრა თვალი, კილომეტრები ჩამოვიარე და შევეცადე, რომ ყველას მივსალმებოდი, მადლობა მეთქვა, გამემხნევებინა ხალხი, პოლიცია, ჯარი, ყველასთან, ასე ვთქვათ, ჰქონდა მინიმუმ თვალით და გამომეტყველებითი კონტაქტი და პირადი კონტაქტებიც. და რომც მივეწვიე, მე მაგალითად უშუალოდ იქ საშში თუ რაღაცა რომ მოიგონეს მე რა თქმა უნდა არ მივიდოდი და კრიმინალურ მაფიოზურ ოჯახთან ერთად არ დავდგებოდი, რომელიც თავზე ადგა ჭირისუფლად პატრიარქს. აი წერან თქვი, რომ ილია მეორე ბედნიერების მწვერვალზე ავიდა ამ დღეებში თავისი ცხოვრების მანძილზე. ისეთ დღეები დაუდგა ამ სიყვარულის გამოხატვით, რაც ჩაიდინა ხალხმა საუკეთესო გაგებით, ღვთიური გაგებით. მაგრამ იმავდროულად ტრაგედია იყო ილია მეორესი, რომ ჭირისუფლად ედგა თავისი მოსისხლე დაუძინებელი მტერი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახით. აღარ ვამბობ
ეს ქოც ბანდიტების და დამსჯელების აქტიურ მონაწილეობას ასევე ოჯახებით. ახლა მე მაინც არ ვიცოდე პირადად როგორ გულნატკენი გახდათ პატრიარქი აი ამ ავაზაკზე წინა ჩართვაში მოგახსენეთ როგორ შემომჩივლა 2007 წელს ის რაც დაკავშირებული იყო თქვათ ქურდობა დააბრალა კაცს ოქროს ქურდობას სიონის გუმბათის ოქრო თითქოს მოიპარა პატრიარქმა ავამტყოფის გარდა ვის შეიძლებოდა და პროვოკატორის გარდა მოსვლოდა აი ასეთი კრეხელური აზრი ეს შეიძლება მარტო ივანიშვილი ყოფილიყო მსოფლიოში და რა გულნატკენი იყო უწმინდესი და პირადად მე გამიზიარე ეს და იქვე დაამატა რომ 7 თვეა თხოვ ჩამოვიდესო იქ სადღაც შეტენილი იყო ჭორვილაში თავის ბუნაკში და არ ჩამოდის არაფერს დიდები თუ ნუ გაბუტულია ხო ის რაც მე პირადად ვიცი ხო და შემდგომი პერიოდები ფაქტიურად ილია მეორე ივანიშვილმა გადააყენა პატრიარქობიდან ბოლოს 9 წელი საქართველოს ნომინალურად ყავდა პატრიარქი პროვოკაციების მთელი კასკადი მოუწყო ჯერ გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა პატრიარქის წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გახსოვთ ეს განცხადება არის ტრიალებს ყველგან და არავინ არაფერს არ იგონებს შემდგომ გამოყარა ის კრეფსები ღვთისმსახურთა პირადი ცხოვრების ასპექტებთან დაკავშირებით და სერიოზულად ასე ვთქვათ დააკომპრომენტირა ეს ინსტიტუტი ამის შემდგომ პირადად ჩაუდგა სათავეში პატრიარქის წინააღმდეგ პროვოკაციათა მოწყობის კასკადს ჩავიდა სამეგრელოში ვითომ ხიბულაში აინტერესებდა ზვიად გამსახურდია რომ გარდაიცვალა იმ სახლის კეთილი მოწყობა და მე სხვათა შორის შეუარა მეუფე პეტრეს სხვათა შორის სავსე დიპლომატით და მე იმ პეტრეს აძახებიან ყურის სანაპიროზე სინოდის სხდომიდან დაწყებული ქუჩამდე წარმოუდგენელი რამს ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ ისტორიას არ ახსოვს მე ვერ ვიხსენებ პატრიარქის წინააღმდეგ პერსონალურად და რა თქმა უნდა მის გაქეზებული იყო და სხვა არავის ეს ასია ერთი მაღალია და მან იცის ყველაფერი და ჩვენ ვხვდებით რაღაცას ხო ახლა აღმაშენებლის საფლავის მოძებნა როგორ უნდა გადაეწყვიტათ ივანიშვილსა და მეუფე პეტრეს რაც გამოაცხადეს ოფიციალური შეხვედრის მიზეზად ამის შემდგომ იყო აიძულეს გადადგომა და დაანიშნიეს თანამოსაყდრე თუ რაც ქვია ამ ინსტიტუტს რის თაობაზეც მაშინვე თეოლოგებში გაჩნდა ასრთა სხვადასხვაობა რადგან ჯერ ეგეთი გონებრივად ილია მეორე ბოლო წამამდე იყო ფორმაში არაფერი მას პრობლემა არ ქონდა შეესრულებინა თავისი მოვალეობა და გარდა ამისა სინოდის ყველა წევრი იგივე თანამოსაყდრეა კანონიკური წესების შესაბამისად და ნებისმიერ შეუძლია დაავალოს პატრიარქმა ამა თუ იმ რელიგიური რიტუალის თუ მოვალეობის შესრულება წირვიდან დაწყებული ლოცვით გაგრძელებული და სხვა წესების აღსრულებით თუ საშინაო და საერთაშორისო ფუნქციებით დაგვირგვინებული არავითარი საჭიროება არ იყო ამის გაკეთების და ესაც იძულებული გახადეს და ალბათ იცით ეგ ამბავით გაჩვენეთ წინა ჩართვაში როგორ აქტიურობდა ჩხარტიშვილი განსაკუთრებით ეს ანაბრების ქურდი ეს რა ქვია დონბაზე როწეს ამომწვარი ქონდა კუჭიო ლობიოს და ტყემლის ჭამითო და მე ისო საშოვარი და ჩაიცვა ჩექმები და ტყავის კურდღაო ჩექმები და ტყავის კურდღა კი არ ჩაიცვა მთელი ქვეყანა წამოიცვა ამ ნაზირალა ჩხარტიშვილმა ჯერ ანაბრების ძარცვით მე მიცვალებულების ძარცვით გაძარცვა პატარკაციშვილის ოჯახის მათ შორის მოგესწრებოდა ბადრის მაგაზე ქონდა გაფორმებული რაღაცა საკუთრებების დაიტოვა და შემდგომ იქ საპატრიარქოს მიამაგრა ოლიგარქმა რომ მას და ვასაძეს მოსკოვიდან ეკონტროლებინათ საპატრიარქოში
პროცესები და ისე აერჩია, დაენიშნა და გადაეწყვეტა საკითხები, როგორც ეს კრემლს აწყობდა. ეს არ არის სრულიად დასამალი და მოტივი რა არის ახლა ჩხარტიშვილის შეზრომისა ეკლესიაში. ალბათ ბევრმა იცით, ზოგმა არ იცით. მგალობელთა გუნდი შექმნა ბავშვობისაგან და მგალობას ასწავლის, როგორ მოვიპაროთ ანაბრები და როგორ მოვიპაროთ ქვეყანა. ქვეტექსტი ეს იქნება ჩადებული აბა მის კომპოზიციებში და შემოქმედებაში, სხვა რა შეიძლება ვეძებოდა ამ ანგელოზებს იყენებს ამისათვის, რა იცის გალობა, რომელი მგალობელი ვანო ჩხარტიშვილია. რომელი კომპოზიტორი ეგარა გინება ესეთი, გინების მაგვარი არ შეჩემის კომპოზიტორი, რომელი კომპოზიტორი ეგარა. აი, როდესაც ჩხარტიშვილი და ივანიშვილი ციხეში იჯდებიან რკინის გალიაში, მეგობრებო. მერე იქნება საქართველოს ბედნიერი, გამარჯვებული, დაყვევებული. ეს დაიხსოვოთ. როდესაც აი ეს მილიარდერი, ქორები და მგლები იქნებიან გაძევებული პოლიტიკიდან, ასევე გაძევებული ბიზნესიდან და გადაინაცვლებენ ციხეში და მოვიტანენ უკან მოპარულს. მხოლოდ მაშინ დადგება ქვეყანა ფეხზე და ვერანაირი სხვა ძალა ამ საქმეს ვერ გადაგვიწყვიტავს. დიახ, ამ დღეებმა აჩვენა ხალხში ჩაგუბებული პროტესტი, მეგობრებო. აი ეს იყო განსაკუთრებით იმედის მომცემი და აღმაფრთოვანებელი. ხალხს ენატრება საპროტესტო ერთიანობა და შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ მე ხლა პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში რაღაცა მესმის, რომ ეს გამოხატულება იყო ხალხის აზრისა, რომ ჩვენ მზად ვართ გამოვიდეთ ქუჩაში და დავებრუნოთ ქვეყანა. მზად ვართ ქვეყანა დაემსგავსოს ქვეყანას. მზად ვართ ქრისტიანული პრინციპები, რომელიც ითვალისწინებს არ კლა, არ იპარო, არ იკურდო, არ დააშავო, არ დააზიანო, არ მოატყუო, არ იცვო, რასაც აკეთებს ეს რეჟიმი, აი ემის წინააღმდეგ გავილაშქროთ აი ესეთი გაერთიანებული ძალებით. ანუ ეს იყო საპროტესტო ტალღა შეიძლება ითქვას, რეპეტიცია დიდი პროტესტის, რომელიც აუცილებლად იქნება თუ დროზე არ აკრიფეს გუდანაბადი ამ ბანდის წევრებმა. და ტყუილად გონია ახლა ივანიშვილს, პაპუაშვილს და ამ ყობახიძეებს და სხვებს, რომ იქ პატრიარქის ცხედართან დგომით და იქ ყალბი ცრემლების ღვრით აი ამ დიდ ეროვნულ შეიძლება ითქვას მსვლელობებს შემოატრიალებენ თავის სასარგებლოდ და დაუმტკიცებენ შიგნით და გარეთ ყველას, რომ აი ეს მათი თითქოს მხარდამჭერი პროცესი იყო კონსერვატიული ქრისტიანული პრინციპების დასამკვიდრებლად. რა გაუჭირდა ქრისტიანობას ისეთი, რომ დაჭირდეს აი ამ გახსნილი კატეგორიის დახმარება იმ პრინციპების დამკვიდრებას, რაც უფალმა დატოვა და რომელიც ჩვენს გენეტიკაშია. რა დონის მკრეხელობამდე შეიძლება მივიდნენ. და რა შეიძლება ჩაიდიან. პატრიარქის სახელიც არ უნდა ეხსენებინა მას. უნდა მისულიყო შუმად და გამომძვრალიყო უკან. რადგან მან არამარტო ქვეყნის წინაშე ჩაიდინა უდიდესი გამოუსყიდებელი და უპატიებელი დანაშაული. იმავდროულად პატრიარქის წინაშე ჩაიდინა და ქვეყანას რო უშევე, პატრიარქსაც უშევე, ხო? გლობალურად. ხოლო პერსონალურად რა გაუკეთა? როგორ ასე ვთქვათ, წამების გზაზე ატარა, რა პროვოკაციები მოუწყო და ბოლოს ფაქტურად გადააყენა. აი ამის შემდეგ როგორ უნდა დამგარიყო ის მის პანაშვიძე ჭირისუფლად. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ძალიან საშიში არსება ფლობს ქვეყნის გასაღებს. ქვეყნის ბედის გადაწყვეტის ბერკეტებს საუბედუროთ. და არა მარტო ჩვენ დავინახეთ. ეს შესანიშნავად აღიქვა გარემომცველმა მსოფლიომ. ამიტომ არის, რომ მაგერა ის სულ ახალი რამდენიმე წუთის წინანდელი ინფორმაცია ევროპის პარლამენტში უკვე გამზადდა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც უნდა დასანქცირდეს აი ამ კობრას რას ვერჩი, თუმცა აი ამ არსების პირადი ტელევიზიები, იმედიც, პოსტივიც რა თქმა უნდა და ამა დაემატა რუსთავი 2, რომელსაც ჩხარტიშვილია ეს
ჩხარტიშვილი აფინანსებს მანამდე ის რიჟა ჭიათურის მარგანეცი რო ჩააბარა ის აფინანსებდა და ლაპარაკებენ იმას ამ სულ გაყიდულ ჟურნალისტებს რაც ივანიშვილის და მისი ბანდის ინტერესებშია და არა ქვეყნის და ხალხის პრობლემებს უკავშირდება. დიახ. და რა თქმა უნდა სოფლიომ სწორად აღიქვამეთ კი ამას მოგახსენებდით შეიძლება ითქვას რომ გლობალური ბრძოლა საერთაშორისო ბრძოლა გამოცხადებული ქართველი ხალხის მხარდასაჭერად რათა ეს ბანდა იქნას დროულად ნეიტრალიზებული ალბათ ვერავინ ვერ გაიხსენებს რომ ერთდროულად ამუშავებული იყოს აი მეუთოს ცნობილი მოსკოვის მექანიზმით ერთდროულად ამუშავებული იყოს სოფლიოში არსებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტი კონკრეტული დიქტატორის წინააღმდეგ. არავის არც პოლპოტს, არც პინოჩეტს, არც ტრესნეს, არც ტრუხილიოს, არავის არც ფრანკოს, ნუ არც ერთ დიქტატორს, დიდს თუ პატარას თუ საშუალოს, 4 მართლმსაჯულების სისტემა მსოფლიო არ დასტაკები ერთდროულად, რაც დაემართა ივანიშვილს და მის ბანდას. პირველი ეს გახლავთ სანქციების გლობალური მექანიზმი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ხდება გლობალური შეიძლება ითქვას, ატლანტიკის იქით და აქეთ. მეორე გაეროს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც უმაღლესი ინსტანცია საერთაშორისო სამართალ წარმოებაში. ჰააგის ტრიბუნალი, რომის სტატუსის თანახმად, რომლის შესაბამისად ხდება დიქტატორების დასჯა კაცობრიობის და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამო. ჰააგის ტრიბუნალის შემდეგ უკვე ჩაერთო სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და რაც ოპერატიულად დამანგრეველია ეს დასახელებული ინსტიტუტები ცოტა ვადაში წელავენ. ოპერატიულად დამანგრეველია საერთაშორისო უნივერსალური იურისდიქცია, რომლის თანახმადაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს შესაბამის სამართალდამცავ ინსტიტუტებს უფლება აქვთ გასცენ დაპატიმრების სანქციები ივანიშვილზე, პაპუაშვილზე, ობახიძეზე, მათ ნებისმიერ დეპუტატზე, ნებისმიერ მთავრობის წევრზე და აღმასრულებელი ხელისუფლების თუ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელზე. თან ეს სანქციები იქნება გაცემული წინასწარ არ გახმაურდება და როგორც კი გამოჩნდებიან საერთაშორისო აეროპორტებში დახვდება ინტერპოლის სპეციალური ექსკორტი და ხელბორტილებით გადააბრძანებენ იქ სადაც ჯერ არს. და როცა მე აი ამას მოგახსენებს დარწმუნებული ვარ, ეხლა არ იფიქროთ რომ რაღაცას ძაბავ მე რაღა უნდა დავძაბო, რაც დაძაბულია და რაც კიდევ მაგა დააწყდათ ამის გამო თავზე ამ გაჭირვებულებს. მაგრამ მე როგორც იურისტი საერთაშორისო სამართლის დარგში უპირველესად დარწმუნებული ვარ მეგობრებო, თუ არა და დაიხსომეთ ეს წუთები და ეს სიტყვები, რომ რამდენიმე ქვეყანას ივანიშვილზე დაპატიმრების სანქციები აი ამ წუთში უკვე გაცემული აქვს. ხო, ამაღამ შეიძლება გადაცდეს ის სტაფილოს წვენი ამას რომ მოისმენს, მაგრამ უნდა იცოდეს ჩადენილი ცოდვების გამო ერის და ბერის წინაშე ჩადენილი ცოდვების გამო მას რა დაემართება. და ყალბი მითვისება იმის რომ სამების ტაძარი ააშენა, როცა მის აშენებაში მონაწილეობდა საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ბიზნესმენი, მათ შორის კანონიერი ქურდების თუ რაც ქვიათ, ისინიც მონაწილეობდნენ. ექსია შედგენილია საპატრიარქოში. დევს ყველამ თავისი წვლილი შევიტანეთ, ვისაც რა შეგვეცვლა. და ამან თუ პუტინის გამოტანებული საქართველოს გასანადგურებლად მონაწილეობდა საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ბიზნესმენი, მათ შორის კანონიერი ქურდების თუ რაც ქვიათ, ისინიც მონაწილეობდნენ. ექსია შედგენილია საპატრიარქოში. დევს ყველამ თავისი წვლილი შევიტანეთ, ვისაც რა შეგვეცვლა. და ამან თუ პუტინის გამოტანებული საქართველოს გასანადგურებლად გათვლილი მილიარდებიდან რაღაცა გამოყო სხვებზე მეტი, იმიტომ რომ მეტი ქონდა გამოტანებული. ხოლო შემდგომ ცოდვა ჩაიდინა და პატრიარქს დააბრალა ოქროს ქურდობა ამ ტაძრის გუმბათისათვის. ეს მადლი ჩამორეცხილია ხალხის გულებშიც და უფლისგანაც
ჩამორეცხილი, ასე რომ არაფერი არ მიეწერება მას, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკულად დაგვინგრია, გაგვინადგურა გელათი. აღმაშენებლის საფლავს ეძებდა იქ, რომ ჩავიდა სამეგრელოში. და გელათი თავზე გვენგრეოდა იმ დროს. ხო, ეს გელათი სწორედ აღმაშენებლის საძვალეა, ხო? და აგვიფეთქა საღდრისი და მოახდინა კომპრომენტაცია საპატრიარქო სისტემის, სადაც მართლა არის ნაკლოვანებები და პრობლემები, ამაზე საუბარ ჩვენ არც ვერიდებით, მაგრამ ერთია პრობლემების მხილება და ნაკლოვანებებზე ხაზის გასმა და მეორეა კომპრომენტირება ბინძური მასალებით და ბინძური მეთოდებით, რაც აი ამ სიბინძურეს როგორც ტრაგიკულ მოვლენას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჭარბად ახასიათებს. აი ჭარბად მათ. დიახ. ახლა რაც შეეხება ალბათ ყურადღება უნებრივია გადართული იქნება ახალი პატრიარქის არჩევის პრობლემატიკაზე, უკვე ჩართვებია ტელევიზიებში ყოველწუთიერი, ყველა თავისას აწვება მოკლედ. მათ შორის ხაზარაძის ტელევიზიას ჩაერთო ვიღაცეების სასარგებლო თუ საწინააღმდეგო, მოკლედ ეს ოლიგარქები ხალხო არაერთხელ მithქვავს, ყველა ერთი დედმამის შობილია პოლიტიკურად. ესენი ყველან უნდა გავაძევოთ სახელმწიფოს ბედის გადამწყვეტი სარბიელიდან. თუ გვიდა ჩვენ გქონდეს სახელმწიფო, ვიცხოვროთ, მომავალზე ვიფიქროთ, განვითარდეთ. ეს ოლიგარქი იქნება ხელისუფლებაში მყოფი ივანიშვილი და ჩხარტიშვილი, თუ ხელისუფლებაში არ მყოფი, ის რა ქვია, ვითომ არ მყოფი ხაზარაძე და გილაური და პაპაშვილები და კიდევ ეს თელი ეს ბანდა, ყველა გასახვეტი და გასარეკია. ხო და ამაზე მოგახსენებდით, რომ ახლა უკვე წავა წარმოუდგენელი კომპრომატების ომიც, პროვოკაციებიც და ყველა ის სიბინძურე, რაც საარჩევნო პროცესს ახასიათებს. სამწუხაროდ ეს მთლიანად გადაასლდება, გადაკოპირდება პატრიარქის არჩევის პროცესებზეც. ამიტომ არის ყოველთვის რომ ამბობდი და ვიმეორებდი, რომ საპატრიარქო უნდა იყოს დეპოლიტიზირებული. არ შეიძლება ის იყოს ერთპარტიული, სამთავრობო სტრუქტურა, სამთავრობო ორგანო. ისინი უნდა ემსახურებოდნენ ღმერთს და არა პოლიტიკას. მათ თავის შორს უნდა დაიჭირონ სახელისუფლო პროცესებისგან. არ უნდა მონაწილეობდნენ ბიზნესში. უნდა ემსახურონ ღვთის, ერის და სულიერების საქმეს. და მაშინ იქნებიან თვითონაც დაცულნი იმ სიბინძურეებისგან, რაც ახასიათებს პოლიტიკურ პროცესებს. ეხლა მე არ შემიძლია გამოვხატო ჩემი, თქვათ, დამოკიდებულება რომელიმე პერსონის ან კანდიდატის მიმართ, არც მაქვს ამის უფლება, არც ინფორმაციას ვფლობ, ამიტომ სახელმწიფოებრივად ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ორი რამ. ახალი პატრიარქი არ იყოს პოლიტიზირებული და შორს იყოს ბიზნესისა. აი ეს ორი მთავარი პრინციპი დააბრუნებს საპატრიარქოს როგორც ღვთისმსახურების ჭეშმარიტად ამაღლებულ ინსტიტუტს ერში, ბერში, მრევლში. ეხლა ილია მეორის დონის, რა თქმა უნდა, არც ერთი არ ეწყინებათ ღვთისმსახური არ ყავს, არც სინოდში მათ შორის. ეს არ არის მათი ბრალი, მათ არ ქონდათ, ასე ვთქვათ, ასპარეზი, არც ილიას ქონდა ასპარეზი, როცა 77 წელს გაქანებული კომუნისტური რეჟიმის დროს გახდა პატრიარქი, მაგრამ მან თავისი ნიჭით, ქარიზმით, სითბოთი, რომელსაც უხვად გასცემდა, სხვადასხვა დიპლომატიურ პოლიტიკური მანევრირებით შეძლო აი ამ ხელა სიყვარულის მოპოვება და ამას დასჭირდა ნახევარი საუკუნე. მეგობრებო, ამიტომ თქვი რომ ეს დამაგვირგვინებელი იყო მისი ბიოგრაფიის გზაზე, ეს ამაღლებული მისთვის ბედნიერი დღეები შეიძლება. ნახევარი საუკუნე დასჭირდა, ამიტომ ახალი პატრიარქი ვინც იქნება, მასაც მოუწევს რთული გზის გავლა იმისათვის, რომ აი ამგვარი სიყვარული და აღიარება მოიპოვოს მრევლში თავისი კეთილი საქმებით უპირველესად და იმით, რომ ეკლესია გახდეს ჭეშმარიტად სახალხო, სადაც
ხალხს ექნება არა მარტო მისვლის და ლოცვის საშუალება, არამედ იქვე ეწყობა სპეციალურ კუთხეში უპოვრებისათვის. მრევლის მიერ მიტანილი ყოველდღიური საკვების პარკები, როგორც ეს არის კათოლიკურ ეკლესიებში.